ბევრს გონია, რომ ევროკავშირი არის მხოლოდ კარგი ცხოვრება, კარგი პენსია, ჯანდაცვა, მსგავსი სოციალური საკითხები და პრობლემები, მაგრამ ასე არ არის. ევროპა და ევროპული ღირებულებები ბევრად მეტია. ეს არის ადამიანის უფლებები თავისი ძალიან დიდი ფართო გაგებით, რომელშიც ყველაფერი შედის ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანის უამრავი უფლების დაცვა. Აი ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები აქ რომლებიც დგავართ, რომლებიც არ დგავართ. აი შენ ვიღაც სოფელში რო ცხოვრობ და უბრალოდ გლეხი რო ხარ. უბრალოდ მშრომელი ადამიანი, რომელიც დგახარ და მიწას ამუშავებ და არ იცი როგორ გამოყვებო შენი ოჯახი. შენთვის არა მხოლოდ მიწისგან მოპოვებული რაღაც ფასი, ფული იქნება ეს ევროკავშირი. არამედ შენ იქნები ყოველთვის დაცული შენივე სახელმწიფოს მხრიდან, რომ ვიღაცა უსამართლოდ არ დაგჩაგრავს, არ წაგართმევს, ნაკლებს არ გადაგიხდის, პატივს სცემს შენ შრომას, შენს ღირებულებებს, შენს უფლებებს და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ჩვენ საწადელს, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. ევროკავშირი გვეხმარება 1000 პროგრამით, გრანტით, რომ ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ყველაფერი ავამაღლოთ და ახალ საფეხურზე გადავიტანოთ. ძალიან ბევრი სიკეთე მოაქვს ევროკავშირს და ზუსტად მაგიტომ დგავართ ჩვენ აქ ახლა. სწორედ ევროპა დგას ისეთ ფასეულობებზე, რომელსაც სამოქალაქო განათლების საგნობრივი სტანდარტის სწავლება გულისხმობს, ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში დაწყებული დემოკრატიით, გაგრძელებული სამართლებრივი სახელმწიფოთი, სამოქალაქო აქტივიზმით, სამოქალაქო მონაწილეობით, ჩართულობით და ასე შემდგომ, ბუნებრივი ადამიანის უფლებების დაცვით, ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჩვენ ახლა სახეზე ვხედავთ, რომ თითოეული ეს მათგანი, თითოეული ეს ფასეულობა, რომელზეც ევროპა დგას, რომლისკენაც საზოგადოება მიისწრაფოდა და საზოგადოების თითქმის 80%-ის გაცხადებული სურვილი იყო, სწორედ აი ამის წინააღმდეგ სვლას ვუყურებთ, ისე რომ ეს საზოგადოების სურვილი და ნება არ არის. ჩვენ გვინდა აქ გავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს უსაფრთხოდ, დაცულად, მისი უფლებები იქნება სამოქალაქო, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის უფლება იქნება დაცული აქ საქართველოში. აქ ვდგავარ ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის და იმისთვის, რომ არ მინდა იმ ცივილურ სამყაროს მოწყდეს, რასაც დემოკრატია ჰქვია და დემოკრატიული ფასეულობები ყველაზე ძალიან აქვს დასავლეთს, ევროკავშირს და ამერიკას. შესაბამისად, მე მინდა, რომ ჩემი სამშობლოს მეგობარი იყოს დასავლური ფასეულობები